ევროპულ გაჩერებამდე მისასვლელად მომავალი თქვენს ხელშია. ღია კარში შესასვლელად მოულოდნელად გაღებული ფანჯრის გამოყენება, ზღურბლის გადალახვა ან წლობით ღია კარის წინ დგომა თითოეულ აპლიკანტზეა დამოკიდებული. ევროკომისია ამბობს, რომ რეკომენდაციების გასაცემა დამტკიცებული მეთოდოლოგია ამ პრინციპს ეყრდნობა. სამიტამდე ერთი დღით ადრე ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს სამივე აპლიკანტზე რეკომენდაციებით მიმართავს და ახალ რეზოლუციასაც მიიღებს. დოკუმენტის პროექტზე იმედის კვირასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი საუბრობს. პირობების შესრულება და შემდეგ კანდიდატობა. ასეთია იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია საქართველოზე, რომელსაც ვიოლა ფონ კრამონი წარმოადგენს. რეზოლუციის ტექსტი საბოლოო ვარიანტი სამშაბათს შეთანხმდება. რეზოლუცია იქნება კანდიდატობაზე და არა შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. ყოველ შემთხვევაში ჩვენი პროექტი ამას ითვალისწინებს. მე დავუჭერ მხარს საქართველოს კანდიდატობას თუ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. ჩვენ გვინდა ვნახოთ კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, საარჩევნო კოდექსის რეფორმა, მედიის თავისუფლება. უნდა ვიცოდეთ, რომ შესრულდება და იმპლემენტაციისთვის პირველი ნაბიჯები მაინც უნდა ვნახოთ. ეს 6 თვეში შესაძლებელია. ნაკლებად პერსონალური შეტევა ევროპარლამენტარებზე. კარგია თუ ცივილიზებული ფორმებით ვიმუშავებთ მომავალი თანამშრომლობის ატმოსფეროსთვის. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველო მძიმე მდგომარეობაშია. საქართველოს ჰყავს არამეგობრული მეზობელი. ზრუნავთ უკრაინელ ლტოლვილებზე. ჩვენ არ ვართ მიამიტები, ვიცით პოლიტიკურად დაძაბული სიტუაცია და სრული სურათი გვაქვს. მაგრამ რამდენად არის პოლიტიკური ნება ჩვენთან ერთად მუშაობის და რა დამოკიდებულებაა ჩვენს მიმართ, ესეც გასათვალისწინებელია. ევროპარლამენტარი უკრაინაზე და მოლდოვაზეც საუბრობს. უკრაინელი ლტოლვილების ძალიან დიდი ნაკადის და საფრთხეებთან გამკლავების მიუხედავად მოლდოვას აქვს ძალიან დიდი პროგრესი. მოლდოვამ კანდიდატობა ნამდვილად დაიმსახურა. უკრაინა არის უკიდურესად ეგზისტენციალურ სიტუაციაში. რუსეთს უკრაინის განადგურება სურს და დღეს მნიშვნელოვანია უკრაინას ვუთხრათ, რომ მათი გვჯერა. კანდიდატობას მე განვიხილავ როგორც უმნიშვნელოვანეს სიგნალს უკრაინის მოსახლეობისთვის. წევრობას რაც შეეხება მოკლე გზა არ არსებობს და ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. ევროკავშირის მაგიდასთან ხმის და სკამის მოპოვებას, ანუ წევრობას დამსახურება სჭირდება. 24 საათში ვერ მიიღწევა და საჩუქრადაც ვერავინ მიიღებს. წევრობის მოსაპოვებლად დიდ რბოლაში, სწრაფად დასაწინაურებლად, სინათლის სიჩქარით სვლა, სტაგნაცია, უკუსვლა, ანუ წარმატებაც და დროებითი წარუმატებლობაც კი აპლიკანტზეა დამოკიდებული. ეს ევროკომისიაში ითქვა. 2022 წლის 17 ივნისი განცხადებები 12 საათზე დაინიშნა. პრესკონფერენციამდე ბოლო ნახევარი საათი ძალიან დიდხანს გაგრძელდა და მოლოდინის რეჟიმში დარბაზში ყოფნა ურთულესი აღმოჩნდა. ევროპულ შეფასებამდე განიცდიდა და ნერვიულობდა ყველა. უკრაინელი ჟურნალისტები, ქართული მედია, ჩვენი გულშემატკივრები წევრი ქვეყნებიდან, ემოციების და დაძაბულობის პიკზე. ტრიბუნის უკან წარწერა ევროკომისიის მოსაზრებები ევროკავშირის წევრობის აპლიკაციებზე. ეკრანზე რიგითობა უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და პრესკონფერენციის დაწყებამდე საქართველოს დროშის გადაადგილება. უკრაინა, მოლდოვა, საქართველო. ტექნიკური საკითხი, მაგრამ რეკომენდაციებიდან გამომდინარე ლოგიკური წყობა. The Commission recommends to the Council first that Ukraine is ვაძლევთ რეკომენდაციას ევროპულ პერსპექტივაზე და კანდიდატის სტატუსზე რეფორმების გათვალისწინებით უკრაინას. ვაძლევთ რეკომენდაციას ევროპულ პერსპექტივაზე და კანდიდატის სტატუსზე რეფორმების გათვალისწინებით მოლდოვას. ვაძლევთ საბჭოს რეკომენდაციას საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა. შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს.
Thank you very much for giving the floor. დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის. მინდა გამოვიყენო ეს მომენტი და მივულოცო ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებს. ძალიან ემოციური დღეა. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის მოსახლეობის უმრავლესობასაც სჯერა, რომ ჩვენი მომავალი თქვენთან ერთადაა ამ ორგანიზაციაში. რას ეტყოდით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ახლა თქვენ ყურადღებით გისმენენ? რა არის თქვენი მთავარი გზავნილი მათთვის დღეს? და დაწესებული პირობების შესასრულებლად არის თუ არა დადგენილი ვადები. So, first of all, საქართველოსთვის უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯია ევროპული პერსპექტივის მიღება. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. კარი ფართოდ არის ღია. ახლა საქართველოს გადასადგმელია საჭირო ნაბიჯები, რომ წინ იაროს. ქვეყანა გაერთიანდეს პოლიტიკური თვალსაზრისით და თქვენზეა დამოკიდებული. რაც უფრო მალე შეასრულებთ, რაც უფრო მალე იქნება პროგრესი, ეს არის საქართველოს ხელში, რომ დააჩქაროს და იმოძრაოს ღია კარისკენ. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ჩამონათვალის მიხედვით პირველი პოლარიზაციის შემცირებაა და შარლ-მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებით პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობა. ამას მოჰყვება სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება, სასამართლო, რომელიც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი უნდა იყოს, დეოლიგარქიზაციის განხორციელება, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მედიის თავისუფლება, მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები უმაღლეს სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. მეორე ცდაზე სტატუსის რეკომენდაციის მიღების შანსი დეკემბერში იკვეთება. საქართველოს იმავე მისწრაფებას და პოტენციალს იზიარებს, რასაც უკრაინა და მოლდოვა. მის განცხადებას აქვს სიძლიერე, განსაკუთრებით ბაზრებზე ორიენტირებული ეკონომიკა, ძლიერი კერძო სექტორი. ქვეყანა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს. რეფორმების სიდ გამოიკვეთა, რომ კოპენჰაგენის კრიტერიუმების სრულყოფილად დაკმაყოფილების კუთხით ხარვეზები უკრაინა მოლდოვასაც აქვთ, მათ შორის დეოლიგარქიზაციის ვალდებულებაც, მაგრამ რეკომენდაციის ნაწილში საქართველოს ორ ასოცირებულს მაინც ჩამორჩა. კანდიდატობას წევრობისთვის მოლაპარაკებების გახსნა მოჰყვება. კომისია არ ჩქარობს. თქვენს, რომ დღეს საკითხი მხოლოდ კანდიდატობას ეხება. წევრობაზე კონსენსუსის არარსებობის გამო იქმნება რისკი, რომ კანდიდატობა ან მოლაპარაკებების საწყისი ეტაპი გაჭიანურდეს. ამიტომ საქართველოსთვის მოლდოვა უკრაინისთვის რეკომენდაციების ნაწილში გათანაბრებაა ჯერ მთავარი ამოცანა. სამივე ქვეყანაზე ამ დარბაზში პირველად ითქვა, რომ მათ ევროპული ოჯახის წევრობის პერსპექტივა აქვთ. მიღებული პერსპექტივის არც დაკნინებაა მართებული და არც მასზე გადაჭარბებით საუბარი იქნება სწორი, რადგან ახლა სხვა დროა. პერსპექტივაზე უკეთესი კანდიდატობაა, მასზე გადაჭარბებით საუბარი კი იმის გამო არ იქნება ობიექტური შეფასება, რომ პრიორიტეტული უკრაინის გარდა კანდიდატობის რეკომენდაცია მოლდოვაზეც გაიცა. რადგან ბევრი სპეკულაციებია, შეგიძლიათ დააკონკრეტოთ. კანდიდატობის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეთ, რომ ქვეყანაში ომია, თუ უკრაინამ სტატუსის რეკომენდაცია დამსახურებაზე დაფუძნებით მოიპოვა. მთელი პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული. კომუნიკაციაში დეტალურად წერია რა არის გასაკეთებელი. უკრაინამ უდიდეს პროგრესს მიაღწია. თუ გადახედავთ ბოლო 8 წელს პროგრესი სახეზია და ამიტომაც უკრაინაზე რეკომენდაცია არა მხოლოდ ევროპული პერსპექტივის, არამედ კანდიდატის სტატუსის შესახებ. სტატუსის რეკომენდაცია უკრაინელებისათვის მორალური ბუსტერია და გამხნევების ეფექტი აქვს, მაგრამ კანდიდატობა და ვერც თუნდაც დღესვე ორგანიზაციის 28-ვე წევრობა ომს უკრაინაში ვერ დაასრულებს. უკრაინელების უკან მთელი ცივილიზებული სამყაროა, მაგრამ ბრძოლის ველზე მტერს ისინი მარტო ებრძვიან. გამბედაობაც აქვთ სიმამაცეც და პროფესიონალიზმიც, მაგრამ ომში გამარჯვებას იარაღი სჭირდება. უკრაინელები ამბობენ, რომ არათუ სტატუსისთვის და არა მარტო უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის იბრძვიან. კომისიის პრეზიდენტიც ამბობს, რომ უკრაინელები მზად არიან ევროპულ პერსპექტივას სიცოცხლე შესწირონ. ევროკავშირს კი სურს უკრაინელებთან ერთად იცხოვრონ ევროპულ ოცნებაში. უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობა დღეს ოცნებაა. ომის დასრულება კი ნომერ პირველი ამოცანაა. უკრაინა
არაპირებს ნომინალურ მშვიდობას დათანხმდეს. ისიც სიმბოლურია, რომ ომის დაწყებიდან ზუსტად 4 თვის გასვლას ემთხვევა ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება ქვეყნის ახალ საფეხურზე გადასვლაზე.